მოგესალმებით კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღეს გვაქვს 4 საკითხი კომიტეტზე განსახილველად. პირველი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მესამე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ ქურიშვილი. გთხოვთ ისმით. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით კანონპროექტ საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ძირითადად გამომდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობის და საუკეთესო პრაქტიკის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის საჭიროებიდან. მეორე მოსმენის შემდეგ აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებები არ განხორციელებულა, შესაბამისად, ძვირფასო დეპუტატებო, გთხოვთ რომ ხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტს. კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ. მადლობთ მარიამ. თუ გვაქვს კითხვები, გთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს უყაროთ კენჭი. მადლობა. დიდი მადლობა. კანონი მიღებულია მესამე მოსმენით. მადლობა. წარმატებები. მეორე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაცვათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მესამე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გურამიშვილი. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, პატრიოტიულ დეპუტატებო. მეორე მოსმენის შემდგომ კანონში დაინიციალა კანონმა განიცადა ცვლილებები, რაც დაკავშირებულია საქართველოს საკანონმდებლო კოდექსის შემთხვევაში პირველ მუხლში მე-10 პუნქტში შევიდა ცვლილება და საკანონმდებლო დავალებების შესრულებისთვის შეიცვალა ვადები, ხოლო რაც შეეხება მეორე მუხლს, აქ უკვე კანონის ძალაში შესვლის ვადა შეიცვალა და შესაბამისად კომიტეტთან კოორდინაციით შევთანხმდით ახალ ვადებს. კარგით, გვაქვს კითხვები? გთხოვთ კენჭი უყაროთ. მადლობა. აღნიშნული კანონპროექტი მიღებულია მესამე მოსმენით. მესამე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტი წარმოდგენილია პირველი მოსმენით მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მივესალმები პატრიოტიულ პარლამენტის წევრებს. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტს და მისგან გამომდინარე ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება. სწორედ ამ მიზნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც განხორციელდა დაიწყო დაახლოებით 10 წლის წინ, ეს იყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნა, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში, რასაც ძალიან წარმატებით ართმევს თავს როგორც სააგენტო, ასევე ყველა ის ჩართული მხარე, რომელიც ამ ეკოსისტემის განვითარებაში მონაწილეობს, რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან ერთად. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში გაიხსნა 9 ტექნოლოგიური პარკი. მიმდინარე წლის ბოლომდე, როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილია ქუთაისში ძალიან დიდი მასშტაბის, რეგიონული მასშტაბის ტექნოლოგიური ცენტრის გახსნა, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას მოუყრის თავს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, მათ შორის იქნება საგანმანათლებლო მიმართულებები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც პირველი დღიდან ამ სფეროში არსებობდა, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ მიზნით წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძალიან აქტიურად მთელი რიგი სხვადასხვა ტიპის საგრანტო პროგრამები. მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ 2018 წლიდან ვიდრე დღემდე დაახლოებით 53 მილიონი ლარის ინვესტიცია არის სახელმწიფოს მხრიდან გაკეთებული სტარტაპებში. სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა შინაარსით, ეს არის დაახლოებით 260 სტარტაპი. თავის მხრივ სტარტაპების მხოლოდ მცირე რაოდენობამ დღეის მდგომარეობით მოახერხა 9 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის და შემოსავლის გენერირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ წარმატებაზე და იმაზე თუ რა ეტაპზე არის დღეს ჩვენი ეკოსისტემა. ამას მოყვა ძალიან ლოგიკური განვითარება, რომელიც გამოიხატა
მსოფლიოს ტოპ ეგრეთ წოდებული აქსელერატორის შემოსვლაში ქვეყანაში ამერიკული აქსელერატორი, რომელიც 3 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს და რეგიონს ფარავს საქართველოდან, რაც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გზავნილია რეგიონის ეკოსისტემებისათვის. ამას მოყვა უკვე წელიწადნახევრის წინ პირველი ვენჩურული ფონდის შექმნა, ასევე კერძო აქტივების მმართველი ამერიკული, სადაც სახელმწიფო ჯიტას სახით მონაწილეობს, როგორც მოგეხსენებათ 25%-ის წილისფრობელია, დანარჩენი კაპიტალი ასევე კერძო სექტორიდან არის შევსებული, მათ შორის საერთაშორისო რეპუტაბელური ორგანიზაციების მიერ. დღეს ვთვლით, რომ ჩვენი ეკოსისტემა გადადის განვითარების შემდგომ ეტაპზე, როდესაც სხვა ტიპის და დამატებითი სტიმულირება არის საჭირო, როგორც ადგილობრივი სტარტაპებისთვის, ასევე რეგიონში ჩვენი როლის კიდევ უფრო გამოსაკვეთად და კიდევ უფრო მეტი მიზიდულობის გასაჩენად. შესაბამისად, ის ინიციატივა, რაც არის წარმოდგენილი, მიზნად ისახავს როგორც ახალი სტარტაპების წახალისებას, ისე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, მათში ინვესტიციების ზრდას და ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის ეგრეთ წოდებული research and development, კვლევა და განვითარების მიმართულება, რომლის წახალისება მიზანშეწონილი და აუცილებელი არა მხოლოდ სტარტაპების მიმართულებით, არამედ ზოგადად ბიზნესის მიმართულებით. მოგეხსენებათ, კვლევისა და განვითარების ხვედრითი წილი ხარჯებში პირდაპირ კორელაციაშია კომპანიების და ბიზნესის პროდუქტიულობის ზრდასთან, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდასთან. ამიტომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელსაც შემოთავაზებული ცვლილებები კანონპროექტში პასუხობს. უფრო კონკრეტულად რომ მოგახსენოთ, 3 ტიპის სტატუსი შემოდის აღნიშნული ცვლილებებით. პირველი ეს არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომელიც მიენიჭება სუბიექტს, რომელიც ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს, ან ეწევა ინოვაციურ მომსახურებას. არის კონკრეტული მოთხოვნები, გარდა იმისა, რომ საქმიანობა უნდა იყოს ინოვაციური და ტექნოლოგიური, დაკავშირებულია გარკვეული რაოდენობის, მინიმალური რაოდენობის ინვესტიციის მოზიდვასთან, სტატუსზე განცხადების გაკეთება. რაც შეეხება იმ საგადასახადო შეღავათს, რომელსაც გაითვალისწინებს აღნიშნული სტატუსი, ჯამში ეს არის 10 წლიანი პერიოდის საგადასახადო შეღავათი, 3 ნაწილად დაყოფილი. პირველი 3 წლის განმავლობაში სტარტაპი სრულად თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. ეს არის სტარტაპების ხარჯის უდიდესი ნაწილი, მოგეხსენებათ, ვინაიდან ძირითადად, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ანაზღაურებაში იხარჯება ძირითადი თანხები. შემდგომი 3 წლის განმავლობაში სტარტაპს ეკისრება 5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი და შემდგომი 4 წლის განმავლობაში იგივე განაკვეთები არის 10%-ის ოდენობით, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადი. კიდევ ერთხელ ჯამში 10 წლიანი საშეღავათო პერიოდია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება რეგიონში, ვინაიდან არათუ საგადასახადო შეღავათები, არამედ რეგიონში ვიქნებით პირველი ქვეყანა, რომელიც სტარტაპის სტატუსს სამართლებრივად შემოიღებს და რა თქმა უნდა ეს საშუალებას მოგცემს, რომ მომავალში სხვა ნებისმიერი ტიპის, რაც მიზანშეწონილად ჩაითვლება პარლამენტის ან მთავრობის მიერ, სხვა ნებისმიერი ტიპის, ასე ვთქვათ, ხელშეწყობა ამ სტატუსზე იქნას დაკავშირებული. რაც შეეხება მეორე სტატუსს, ეს არის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი, ანუ ის ნაწილი, როდესაც საუბრობთ R&D-ის სტიმულირებაზე ქვეყანაში, ეს ეხება უკვე, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ ბიზნესს, რომელსაც გვინდა წავახალისოთ იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარივე ბიზნესის განვითარებისთვის და პროდუქტიულობის ზრდისთვის მოახდინონ ინვესტირება კვლევასა და განვითარებაში. ამ შემთხვევაში შემოსავლების მინიმუმ 5%-ის ოდენობით და მინიმუმ 100,000 ლარის ოდენობით გაწეული ინვესტიციის შემთხვევაში კვლევასა და განვითარებაზე კომპანია მიიღებს სტატუსს, რომელიც მისცემს მას უფლებას, რომ იმავე წლის მოგების გადასახადის დასაბეგრი ბაზა შეამციროს R&D-ზე გაწეული ხარჯის სამაგი ოდენობით, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ასეთი ინვესტიციის გასაკეთებლად. და მესამე სტატუსი ეს არის უშუალოდ კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი. თქვენ მოგეხსენებათ დაახლოებით 3 წლის უკან საქართველოს მთავრობამ განახორციელა რეფორმა, რომლის საფუძველზეც ძალიან საინტერესო სტატუსი იქნა შემოღებული. ეს არის საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიურ და IT კომპანიებს მიემართებოდა.
ასევე ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს. ძალიან წარმატებული რეფორმის შედეგად და ინტენსიური მუშაობის შედეგად 150-ზე მეტი კომპანია დღეს საქართველოში წარმოდგენილი არის, გლობალური კომპანია. ეს არის რამოდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი, ეს არის 2 მილიარდამდე საექსპორტო პროდუქტი და მომსახურება, IT მაღალტექნოლოგიური. ეს არის გადახდილი გადასახადები, მათ შორის შემცირებული, მაგრამ მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. ანალოგიური პრინციპით გვაქვს ინიციატივა, რომ კვლევისა და განვითარების კომპანიებს ანალოგიური საგადასახადო ასე ვთქვათ, შეღავათი გაუწიოთ, რაც თავის მხრივ ერთის მხრივ იქნება მეორე სტატუსის მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიებისთვის წყარო ამ სერვისის შეძენის და განვითარების. მოკლედ მოგახსენებთ იმ შედეგების შესახებ, რასაც ველოდებით აღნიშნული ინიციატივებით. სტარტაპებს რაც შეეხება, ვარაუდობთ, რომ დაგეგმილი 700-ის მაგივრად რაოდენობა ახალი სტარტაპების გაიზრდება 2000-მდე მომავალი 5 წლის განმავლობაში. მათ მიერ მოზიდული კერძო კაპიტალი, ინვესტიცია და შემოსავლები დაახლოებით 11 მილიარდ ლარს გაუტოლდება. და ისა კერძო კაპიტალის შემოსავლები 1.9 მილიარდი ლარი, რაც შეეხება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიების სტატუსს, ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 1000-მდე კომპანია გააკეთებს განაცხადს და მიიღებს აღნიშნულ სტატუსს. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებით ნავარაუდებია, რომ 20%-მდე უნდა გაიზარდოს პროდუქტიულობა ასეთი კომპანიებისთვის. დღეს არის ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკურად 50 კომპანია წარმოდგენილი, რომელიც NEIS კოდის მიხედვით ეწევა კვლევისა და განვითარების მომსახურების მიწოდებას. ეს არის დაახლოებით 21 მილიონი ლარი ბრუნვა. არც ესეთი დიდია და ვფიქრობთ, რომ მინიმუმ 7-ჯერ გაიზრდება ასეთი კომპანიების ბრუნვა ადგილობრივების. ცალკე როგორც მოგახსენეთ, გვექნება გეგმა გლობალური და საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლევისა და განვითარების დანახარჯი მთლიანში და პროდუქტში, რითიც იზომება ეკონომიკის მათ შორის კონკურენტუნარიანობა და განვითარების პერსპექტივა. დღეს წარმოადგენს 0.25%, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ვარაუდობთ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ამ კანონის, ამ ინიციატივის საფუძველზე, არამედ ბევრი სხვა მიმართულების, რომელზეც მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა, 5 წლის განმავლობაში 0.25-დან დაახლოებით 1.9%-მდე გაიზრდება R&D-ის დანახარჯები მთლიანში და პროდუქტში. რამოდენიმე ტექნიკურ ნაწილს მოგახსენებთ, რაც მნიშვნელოვანია ადმინისტრირებისათვის. ესე იგი, სტატუსის მინიჭებას განახორციელებს საქართველოს მთავრობა, პროცედურა იქნება შემდგომი, მიმართვა გაკეთდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, სადაც იქნება სპეციალური კომისია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით გააკეთებს შეფასებას. იმ შემთხვევაში, როდესაც დააკმაყოფილებს კომპანია პირობებს, წარუდგენს ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტრო უკვე იქნება მთავრობასთან შუამავალი, რომ აღნიშნული სტატუსი მიენიჭოს. ანალოგიური მექანიზმი გვაქვს ხსენებულ საერთაშორისო IT კომპანიებთან, ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო არის უბრალოდ ამ როლის შემსრულებელი და ამავე გზით წავალთ ამ შემთხვევაში და კიდევ ერთი საკითხი, ესე იგი ჯიტაში შეიქმნება რეესტრი, რომელიც მოახდენს ამ სტატუსის მატარებელი ყველა ორგანიზაციის რეესტრში მოქცევას, ასევე კრიტერიუმები, რომლებიც ჩამოყალიბებული არის, როგორც მოგახსენეთ, მათ შორის გულისხმობს ინვესტიციის განხორციელებას და მკაფიოდ არის განსაზღვრული ის, ასე ვთქვათ, იმ ტიპის ორგანიზაციები, ვისი ინვესტიციაც ჩაითვლება ვალიდურად, ეს არის ეგრეთ წოდებული აქსელერატორები, ეგრეთ წოდებული ანგელოზ ინვესტორთა ქსელები და საინვესტიციო ფონდები, შესაბამისად არასავალდებულოდ, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ამ სამი კატეგორიის სუბიექტებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ აღნიშნულ რეესტრში და გაამარტივონ პროცედურები. ეს არის მოკლედ, რაც არის წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტში და მზად ვარ კითხვებს უპასუხო ასეთების არსებობაზე. ძალიან კარგი. გთხოვთ კოლეგებო, კითხვები რა გვაქვს? გამარჯობათ, მოგესალმებით. 10 წლიანი შეღავათი ახსენდა. ზუსტად ეს 10 წელი საიდან მოდის თუ გვაქვს ამაზე პასუხი, ანუ სტარტაპი იქნება როგორ? არა, საიდან ითვლება ეგ დარეგისტრირებიდან, მაგრამ რატო 10 და არა 5 ან 15 ეგ არის. ანუ
სტარტაპი მაგალითად საფრანგეთში ითვლება 7 წლამდე თუ არის, ესეთ პრაქტიკა არის სტარტაპი, ამერიკაში 5 წელი. ჩვენთან 10 რატო? ეს კითხვა. მადლობა, ბატონო თავმჯდომარე, ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. ნამდვილად მივესალმებით, კარგი ინიციატივაა და ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც აახალისებს ეკონომიკას, ჩვენ პარლამენტი მხოლოდ და მხოლოდ სიხარულით და, რა თქმა უნდა, მეტი мотивაციით შეხვდებით. მე მაქვს კითხვა დაკავშირებული საშიღავათო პერიოდთან დაკავშირებით, ანუ 3 წლამდე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიაში ყველა დასაქმებული იქნება განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისგან და მეორე კითხვა ბრძანეთ, რომ სავარაუდოდ სტარტაპების რაოდენობა გაიზრდება 2000-მდე და ეს მოახდენს მობილიზაციას მილიარდნახევრის თუ მომესმათ 11 მილიარდი. ხო. და შესაბამისად ეს ნიშნავს რამდენი ადამიანის დასაქმებას. მადლობა. ვადას რაც შეეხება ჩვენ რა თქმა უნდა შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის იტალიის, მათ შორის საფრანგეთის, მათ შორის ისრაელის 10 წელზე მეტი ვადა არ არის მიზანშეწონილი იმ თვალსაზრისით, რომ სტარტაპი ყალიბდება უკვე მსხვილ კომპანიას წარმატებული სტარტაპი და სწორედ ისეთი კრიტერიუმები გვაქვს ჩადებული, რომელიც საშუალებას გვაძლევს ყოველ შემდეგ ნაბიჯზე გადასვლისთვის შევაფასოთ წარმატებულობა, ინვესტიციის მინიმალური ოდენობა არის დაფიქსირებული, მაგალითად მეორე ეტაპზე გადასასვლელად, ანუ 3 წლის შემდეგ სტარტაპმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 5 მილიონი ლარის მოზიდული ინვესტიცია, რაც ერთ-ერთი ასე ვთქვათ დასაბუთება არის იმისა, რომ სტარტაპი არის წარმატებული. აქ არ არის რაღაცეთი დოგმატური ვადები, რომელიც აუცილებელია გადმოსაღებად. ჩვენ საქართველოს ეკოსისტემას აქვს პრეტენზია, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, თუმცა მეტი სტიმულირება, რა თქმა უნდა, იქნება ხელისშემწყობი ფაქტორი იმისათვის, რომ ძირითადად რეგიონიდან მოვიზიდოთ სტარტაპები. ამიტომ ვფიქრობთ, რომ 10 წელი არის ესეთი ამბიციური ვადა, თუმცა ოპტიმალური იმისათვის, რომ დავაინტერესოთ ინვესტორები საქართველოში ინვესტირებით. მათ შორის არა მხოლოდ სტარტაპები, არამედ ვენჩურული ფონდები და აქსელერატორები იმისათვის, რომ საქართველოში მათ მიერ ინვესტირებული თანხა იქნება გადასახადებისგან გათავისუფლებული, რაც ირიბი სტიმულია, რომ ჩვენი მხრივ ჩვენ მივესალმებით 10 წლიან საგადასახადო შეღავაც ეკონომიკის თვალსაზრისით ძალიან შტაბეშტავია და ინტერესს გააჩნიათ კომპანიების მიმართ, სტარტაპების მიმართ, რომ აირჩიონ საქართველო მაგალითად და არ აირჩიონ საფრანგეთი. ბატონი ანტონის კითხვას რაც შეეხება დიახ საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება პირველი 3 წლის განმავლობაში. ამ პირველი 3 წლის განმავლობაში არ არის მოგების გადასახადი, თუმცა იგულისხმება, რომ ახალშექმნილი სტარტაპი პირველი 3 წლის განმავლობაში მოგებას არ აგენერირებს, ამიტომ აქცენტი არის საშემოსავლო გადასახადზე. რაც შეეხება შემოსავლებს ორივე რიცხვი გავაჟღერებ, მართალი ბრძანდებით 11 მილიარდი ლარი არის დაახლოებით ინვესტიცია, რასაც მოიზიდავენ და 1.5 მილიარდი ლარი დაახლოებით ის შემოსავლები, რასაც დააგენერირებენ სტარტაპები. მადლობა. და 20.000-მდე, დიახ 20.000-მდე ახალი სამუშაო ადგილი იქნება მაღალ ტექნოლოგიური შექმნით. ბატონო, მე მაქვს ერთი კითხვა, ესა სახელმწიფო ზღვართან შესახებ რა პოზიცია გაქვთ თქვენ? სახელმწიფო ზღვართან მიმართებაში დასაზუსტებელი იქნება პოზიცია ის, ასე ვთქვათ, ჩამკეტი, რომელიც ჩადებული არის წარმოდგენილ კანონ პროექტში, როდესაც ხელფასის მაქსიმალური ზღვარი უნდა იქნას დამატებით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, რელევანტურია მხოლოდ სტარტაპებისთვის პირველი 3 წლის განმავლობაში, როდესაც სწორედ მოგების გადასახადისგან არ არის სტარტაპი გათავისუფლებული. ეს ჩამკეტის, ასე ვთქვათ, მიზანი არის, რომ გამოვრიცხოთ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ამ ინსტრუმენტის, რომ არ მოხდეს მოგების მაგივრად, თქვათ, ხელფასზე გადატანა აქცენტის და შესაბამისად ამ კორექტირებას მეორე მოსმენისთვის გავაკეთებ და იქნება მხოლოდ სტარტაპებისთვის პირველი 3 წლიანი ციკლის გათვალისწინებით. მადლობა. გით კოლეგებო, სხვა კითხვები თუ არ გვაქვს, უყაროთ თქვენჯი აღნიშნულ პროექტს პირველი მოსმენით. და ამ სახელმწიფო ნაწილში მეორე მოსმენით ეს ცვლილებები გავითვალისწინოთ. კიდევ მეოთხე საკითხი, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი
ფაქტორინგის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი. გთხოვთ ბატონი ირაკლი ესეც გავიაროთ ეს ნაგლისხმული. გაცრავად თავიდან ხوار დავიწყო მიკროფონი არა სტრიმისთვის პირველი მოსმენი წარმოგიდგენთ ფაქტორინგის შესახებ კანონის პროექტს და ამ კანონპროექტიდან გამომდინარე რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს. აღნიშნული ინიციატივა ასევე წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას. ეს შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რომელიც დაახლოებით ასევე 10 წელი არის, რაც პრიორიტეტულად და ინტენსიურად ხორციელდება საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების მხრიდან და ძირითადად ეკონომიკის ან მდგრადი განვითარების მხრიდან. ამ მიზნით შეიქმნა კიდევ ერთი სააგენტო, ეს არის აწარმოე საქართველოს რომელიც ახორციელებს ძალიან წარმატებულ რეფორმას. ჩვენ გვაქვს დამტკიცებული უკვე რიგით მეორე 5-წლიანი სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების. ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. მე არ დავიწყებ დეტალურად ამის მოყოლას, თუმცა მათ შორის საერთაშორისო აღიარება აქვს იმ პოლიტიკას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ხორციელდება საქართველოში. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, შარშან OECD-ს SME Policy Index-ის შეფასებისას საქართველოს 12 კრიტერიუმიდან 11 კრიტერიუმში პირველი ადგილი აიღო, რაც უპრეცედენტო იყო ამ ინდექსის მოქმედების პერიოდში და სხვა ბევრი მიღწევა და ასევე ის მიმართულება, როდესაც ჩვენ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებ ძალიან აქტიურად ამ ნაწილში. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ყოველთვის მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში და ზოგადად ქართული კერძო სექტორისთვის ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, როგორც მოგეხსენებათ. სწორედ ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ასევე ხორციელდება ბევრი წარმატებული პროგრამა. ეს არის საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომელიც სესხების უზრუნველყოფას აკეთებს. ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, ეს არის მიკროსესხები, რომელიც შარშან დავიწყეთ როგორც ახალი პროგრამა და ძალიან საინტერესოა. შარშან დავიწყეთ ასევე მოგეხსენებათ კაპიტალის ბაზრის განვითარების კონკრეტული ინსტრუმენტების დანერგვა, ეს არის ამ რეფორმის უკვე იმპლემენტაციის ეტაპი, როდესაც დავიწყეთ მაგალითად ბონდების გამოშვების ხელშეწყობა და რამდენიმე ასეული მილიონი ლარის პორტფელია უკვე 6-7 თვის განმავლობაში მხარდაჭერილი. სესხების ნაწილში ეს არის რამდენიმე მილიარდი ლარის უზრუნველყოფილი სესხები, რაც რა თქმა უნდა ამ საკითხის გადაჭრაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის ინიციატივა, რომელიც არის წარმოდგენილი ფაქტორინგული პროდუქტი, ეს არის სწორედ ამ კატეგორიიდან, რომლის მიზანია, რომ კიდევ უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყოს ფინანსური ინსტრუმენტები ზოგადად კერძო სექტორისთვის და ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ეროვნულ ბანკთან, EBRD-სთან, მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან, როგორც ექსპერტიზის, ასევე თანამშრომლობის დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფაქტორინგი წარმოადგენს დაფინანსების ალტერნატიულ მექანიზმს მოკლევადიანი საბრუნავი კაპიტალის საჭიროების უზრუნველყოფად. საუბარი გვაქვს, ესე იგი, სამი, ასე ვთქვათ, სუბიექტს შორის დადებულ გარიგებაზე, როდესაც ერთის მხრიდან ყავს პროდუქციის ან სერვისის მიმწოდებელი, გამყიდველი, ასე დავარქვათ, არის პროდუქციის მყიდველი, ქსელი პირობითად, რომელიც ყიდულობს კონკრეტულ პროდუქციას, მათ შორის იდება კონკრეტული გარიგება, რომელიც გულისხმობს მიმწოდებლისთვის ანაზღაურების განხორციელებას, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ყისიერი არ არის ესეთი ხელშეკრულებები და გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება ამ დებიტორული დავალიანების დაფარვა, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, საბრუნავი კაპიტალის საკითხს, მით უმეტეს მცირე კომპანიებისთვის, რაც დაკავშირებულია თანხის სესხებასთან და პროდუქტის სიძვირესთან. შესაბამისად, ფაქტორინგი არის ის ინსტრუმენტი, როდესაც ხდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების გადაყიდვა ფაქტორინგულ კომპანიაზე ამ ბანკზე, ის რაც დღეს ხდება და ამის სანაცვლოდ გამყიდველი იღებს ყისიერად ანაზღაურებას, თუმცა რა თქმა უნდა ეს სერვისი ამ დებიტორული დავალიანების გადაყიდვა ხდება გარკვეული დისკონტით და შემდეგ დათქმულ დროს უკვე ფაქტორინგული კომპანია იღებს მოვალისგან იმ თანხას, ინაზღაურებს იმ თანხას, რომელიც იყო პირველადი ხელშეკრულებით
განსაზღვრული. ანუ ხდება ერთგვარად დებიტორულ დავალიანების საკუთრების უფლების დათმობა ფაქტორისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული ოპერაციები ტარდება, თუმცა ეს არის მხოლოდ საბანკო სფეროში და გამოხატულია საბანკო სესხის სახით, რაც მათ შორის იწვევს ამ პროდუქტის სიძვირებს საბანკო რეგულაციის და სხვადასხვა ფაქტორების გამო. შესაბამისად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, სიახლეს, რასაც კანონი წარმოადგენს, ეს არის უშუალოდ ფაქტორინგული კომპანიის გაჩენა, როგორც სუბიექტის, რომელიც მხოლოდ ამ ტიპის სერვისით იქნება დაკავებული და ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ეს გაზრდის კონკურენციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის ამ პროდუქტს ბაზარზე კერძო სექტორისთვის. ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, ხარეები არიან მომსახურების პროდუქციის მიმწოდებელი, მომსახურების და პროდუქციის მიმღები და ფაქტორი, რომელიც პარალელურად ფაქტორინგული კომპანიებისა, საფინანსო ინსტიტუტებიც, მათ შორის ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ამ შემდეგ ისინიც შეძლებენ, რა თქმა უნდა, ამ სერვისის მიწოდებას ავტომატურ რეჟიმში. განსაზღვრულია საერთაშორისო გამოცდილებით და ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონ პროექტის მიხედვით ფაქტორინგის სხვადასხვა სახეები. სტანდარტული ფაქტორინგი ეს არის ის, რაც მოგახსენეთ, როდესაც დებიტორული დავალინების გადაყიდვა ხდება ფაქტორზე. რევერსული ფაქტორინგი არის იგივე მოდელი, თუმცა ამ შემთხვევაში გარიგების ინიციატორი არის მოვალე, ანუ შემსყიდველი პროდუქციის ან სერვისის. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ მოვალე იხდის დისკონტს და საჭიროებს ესეთი გარიგება გამყიდველის თანხმობას. არსებობს რეგრესის უფლებით და რეგრესის უფლების გარეშე ფაქტორინგული გარიგებები, რაც გულისხმობს, რომ რეგრესის უფლების არსებობის შემთხვევაში ფაქტორინგულ კომპანიას იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახდენს ანაზღაურებას მყიდველისგან აღნიშნული ვალდებულების უფლება აქვს, რომ ვალდებულების გამყიდველს მოთხოვოს ანაზღაურება შესაბამისი ოდენობით. რეგრესის უფლების გარეშე ასეთი უფლება არ არსებობს და ასევე ძალიან საინტერესო კომპონენტი არის ეგრეთ წოდებული ორფაქტორიანი სისტემა. ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც მყიდველი და გამყიდველი არიან სხვადასხვა იურისდიქციებში, ანუ იმპორტის და ექსპორტის ოპერაცია ხდება, ამ შემთხვევაში ფაქტორინგული ოპერაციის განხორციელება სჭირდება ორი ფაქტორინგული კომპანია, ერთი გამყიდველის ქვეყანაში და მეორე მყიდველის ქვეყანაში და უკვე ფაქტორინგულ კომპანიებს შორის იდება შუალედური გარიგება. პრინციპი იგივეა და ვფიქრობთ, რომ ესეც საკმაოდ მოთხოვნადი იქნება ქართველი ექსპორტიორებისთვის იმისათვის, რომ კიდევ უფრო სწრაფად მოახდინონ რეალიზებული პროდუქციაზე გადახდის განხორციელება. აქაც გვაქვს ბუნებრივია გარკვეული ადმინისტრაციული საკითხები და ინფრასტრუქტურული საკითხები. ასე ვიტყოდი, პირველი ეს არის რეესტრის საჭიროება, რა თქმა უნდა. ამ ფაქტორინგის საკუთრების უფლების ნამდვილობის და აღსრულებადობის უზრუნველყოფისათვის საჭიროა, რომ ჩამოყალიბდეს რეესტრი, რომელსაც კანონ პროექტი ითვალისწინებს, რომ შეიქმნება საჯარო რეესტრის ბაზაზე შემადგენელი ნაწილი იქნება, აქ დარეგისტრირდება საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების საფუძველად შემოთავაზებული არის ორი ოფიციალური დოკუმენტი, ეს არის საგადასახადო ანგარიშფაქტურა, დგ-ის ანგარიშფაქტურა, ეგრეთ წოდებული, რომელიც გენერირდება და ასე ვთქვათ, თავის რეესტრი აქვს შემოსავლების სამსახურში. ამის საფუძველზე მოხდება უკვე რეესტრში, ფაქტორინგის რეესტრში გარიგებების აღრიცხვა. იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზაქცია არ ექვემდებარება დღგ-ი დაბეგვრას, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება ეგრეთ წოდებული ინვოისი, რომელსაც ფაქტორის მხრიდან დაჭირდება უფრო მეტი ვალიდაციის და მეტი რისკის შეფასების ჩატარება, თუმცა ესეც მიღებული პრაქტიკა არის. ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება რეესტრს ორმაგი ფაქტორინგის რისკის, ასე ვთქვათ, ნიველირება, რომ არ მოხდეს ერთი და იგივე ვალდებულების ორჯერ ან მეტჯერ გადაყიდვა და რა თქმა უნდა რეესტრი ამის უზრუნველყოფას გააკეთებს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი იქნება ერთ ანგარიშფაქტურაზე რამდენიმე გარიგების დადება, ეს არის როდესაც თლიანი ოდენობის ნაწილების გაფაქტორება მოხდება ცალ-ცალკე, ანუ ვთქვათ 50%-ის ერთ ფაქტორთან, 50%-ის მეორე ფაქტორთან, ან ნებისმიერი კომბინაციით ეს შეზღუდული არ იქნება. რა თქმა უნდა, აღნიშნული ფინანსური მომსახურება საჭიროებს შესაბამის ზედამხედველობას და ექვემდებარება რეგისტრაციას. ბუნებრივია, რომ
საზედამხედველო ორგანოდ შემოთავაზებული არის ეროვნული ბანკი, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში და კანონის მიღების და მხარდაჭერის შემთხვევაში მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები და რეგულაციები დამატებით იქნება ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული. ფაქტორინგულ კომპანიას სავალდებულოდ დაექვემდებარება რეგისტრაციას, ასევე ეროვნულ ბანკში გარკვეული მოთხოვნები არის კაპიტალთან დაკავშირებით, ეს არის მინიმუმ 300,000 ლარი განაღდებული კაპიტალი, რაც ფაქტორინგულ კომპანიას უნდა გააჩნდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ 300,000 ლარის გამოყენება შეიძლება საკუთარი საბრუნავი კაპიტალის თვალსაზრისით, ანუ იმ ანგარიშფაქტურების შეძენისთვის, რაც იქნება მისი ძირითადი საქმიანობა და ბიზნესი, ასევე იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ არაფაქტორინგული საქმიანობის, ასე ვთქვათ, შეზღუდვა ჩვეულებრივ კომპანიებს შორის, როდესაც შესაძლოა გარკვეული გაქვითვა ხდებოდეს ორ კერძო სუბიექტს შორის და ეს არ ჩაითვალოს ფაქტორინგად და არ დაექვემდებაროს დამატებით წნეხს, სულ მცირე 5 დებიტორული დავალიანების ერთდროულად, ასე ვთქვათ, 5 ტრანზაქციამდე თუ აქვს კომპანიას სხვა კომპანიის დებიტორული დავალიანება შესყიდული, 5 არის მინიმალური რაოდენობა, რაც არ დაექვემდებარება, ასე ვთქვათ, ფაქტორინგულ ლიცენზირებას. თუ ამაზე მეტია ტრანზაქციების რაოდენობა, ჩაითვლება, რომ კომპანია ამ ბიზნესთან არის დაკავებული და მაშინ უნდა მიმართოს უკვე ეროვნულ ბანკს. და ერთი, ასე ვთქვათ, კომპონენტი კიდე ინფრასტრუქტურული, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ პროდუქტს ჰქონდეს, ასე ვთქვათ, ფართო გამოყენება, იყოს მეტი სტიმული, რომ შეიქმნას ფაქტორინგული კომპანიები და არა მხოლოდ ბანკები იყვნენ ამ სერვისის მიმწოდებელი, ამიტომ კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადად ელექტრონული პლატფორმის არსებობას იმისათვის, რომ გამარტივდეს მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, ასე ვთქვათ, დაკავშირებადობა, ასევე შესაძლებელი იყოს ანგარიშფაქტურის განთავსება ელექტრონულ პლატფორმაზე და მეტი კონკურენცია იყოს ფაქტორინგულ კომპანიებს შორის, ვინ შესთავაზებს უკეთეს პირობას და ტექნიკური თვალსაზრისით პლატფორმამ იდეაში უნდა უზრუნველყოს მთელი ის ვალიდაციის პროცესი, რაც არის შემოსავლების სამსახურთან და რეესტრთან ციფრული კომუნიკაცია, იმისათვის რომ გამარტივებული იყოს პროცესები, კანონი საუბრობს ასეთ პლატფორმის არსებობა შესაძლებელია და თუ ასეთი იარსებებს, ისიც თავის მხრივ დაექვემდებარება როგორც რეგისტრაციას, ასევე ეროვნული ბანკის ზედამხედველობას შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით. ეს არის მოკლედ და სათავარ კითხვებს ესაბამება. მნიშვნელოვანი კანონპროექტია, პირადად მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი კონკურენცია შემოიტანს ფინანსურ ბაზარზე, ფაქტიურად ახალი პროდუქტია, რომელიც მოეხმარება ბიზნესს, რომ კაპიტალის ლიკვიდურობა, მოკლევადიანი კაპიტალის ლიკვიდურობა გაზარდოს. კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ ამასთან? ხო. ნამდვილად ძალიან კარგი კანონპროექტია, ბატონო ირაკლი. ანუ ბაზარზე ჩნდება ფაქტორინგული კომპანია, ხო, რომელიც გადაიბარებს არსებულ დავალიანებას კომპანიებს შორის. შესაბამისად, ფაქტორინგული კომპანია ითხოვს ამაში თავის სარგებელს, ხო, ანუ დისკაუნტს. ეს დისკაუნტი რაოდენობისაა, ეს არის ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკების საგანი, თუ ჩვენს მიერ იქნება ეს გარკვეულწილად რეგლამენტირებული და ასევე კითხვა გადაბარებისას, დავალიანების გადაბარებისას მოვალის მხრიდან თანხმობა საჭირო არის თუ არა? მადლობა ბატონო ანტონ. რაც შეეხება დისკონტს, დიახ, რა თქმა უნდა, ეს სერვისი იქნება გარკვეული ანაზღაურებადი და სწორედ ის დისკონტი არის რა ფასად, რა დისკონტითაც მზად იქნება ფაქტორინგული კომპანია შეიძინოს აღნიშნული დებიტორული დავალიანება. კანონი და არც ერთი კანონქვემდებარე აქტი არ დაარეგულირებს ამის ოდენობას, ისევე როგორც სესხის განაკვეთი არ რეგულირდება. ეს იქნება თითოეული ფაქტორინგული კომპანიის რისკის შეფასების საგანი, დიახ, და მათ შორის აი პლატფორმაზე როდესაც საუბრობთ, ერთ-ერთი ამოცანა არის, რომ თქვათ იყოს მეტი კონკურენცია და ივაჭრებოდეს ესეთი ანგარიშფაქტურები, ასე ვთქვათ, ღია ციფრულ სივრცეში, სადაც ასე ვთქვათ, დაიდება კონკრეტული განცხადება გამყიდველის მხრიდან დებიტორული დავალიანების გაყიდვის სურვილის შესახებ და ფაქტორინგული კომპანიები ივაჭრებენ და კონკურენციაში იქნებიან, რომ უკეთეს პირობას შესთავაზონ. რაც შეეხება, ესე იგი, გარიგებას, ჩვენ შემთხვევაში დავალიანების მქონე მხარე, ანუ მყიდველი მხარე
მისი თანხმობა სავალდებულო არ არის, თუმცა გარიგების დადებისთანავე კანონი საუბრობს, რომ უნდა მოხდეს შეტყობინების გაგზავნა და ასევე მთელი რიგი უფლებები, ასე ვთქვათ, მოვალის არის დაცული იმ თვალსაზრისით, რომ შეეძლოს ვთქვათ შესაგებელის განხორციელება, მათ შორის ფაქტორინგულ კომპანიაზე, შეეძლოს გაქვითვის უფლების გამოყენება თუ ასეთი პირობა არსებობს მასსა და მიმწოდებელს შორის, ეს ყველაფერი კანონით არის დარეგულირებული. დავამატებ რა. და ანუ მოლაპარაკების შემდეგ რა ვადაში ხდება ანგარიშსწორება ფაქტორინგული კომპანიის მხრიდან. ესეც კერძო მოლაპარაკების საგანია, თუმცა თავისი ბუნებით ფაქტორინგული გარიგება გულისხმობს, რომ მოკლე ვადაში მყისიერად მოხდეს ამ საბრუნავი, ასე ვთქვათ, კაპიტალით უზრუნველყოფა დებიტორული დავლენის დამთმობის მიმართ. ანუ კანონი ისევ კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს, თუმცა ლოგიკურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ალბათ ერთი დღის ვადაში, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განხორციელდება ფინანსური ტრანზაქცია. რაც შეეხება უკვე მოვალისგან ამოღებას, ესეც ინდივიდუალური იქნება იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მიმწოდებელს და მყიდველს აქვთ გაფორმებული კონკრეტული პროდუქციის, ასე ვთქვათ, ბრუნვის და მიწოდების. ბატონო ირაკლი, მე ვფიქრობ, რომ ალბათ საჭირო იქნება გარკვეული ვადის განსაზღვრა, რადგან ამ კომპანიას კიდე ხელახალი მეორე ფაქტორინგული კომპანიის სახით ახალი კომპანიები პრობლემური არ გაუჩნდეს. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ვადის განსაზღვრა, თუ რა ვადაში უნდა დახუროს ფაქტორინგულმა კომპანიამ უკვე გადაბარებული დავალიანება. ფინანსურ ნაწილში, დიახ, ფინანსურ ნაწილში. ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და მეორე მოსმენისთვის ჩვენ პოზიციას წარმოვიდგინეთ. ბატონო ირაკლი, დღეს პრაქტიკაში ხო, მე ზუსტად ვაკითხე მივდიოდი, ანუ დღეს, როდესაც ორი შეპესე ან სხვა სუბიექტი ვაჭრობს ერთმანეთში, ხშირად იყენებს ესეთ საბანკო გარანტიის ნაწილს, სადაც თუ რაღაც პრობლემა შეექმნა გითხარეს, ამ საბანკო გარანტიას ამუშავებს და შესაბამისად ამ ფულს ეს ფული ჩაერიცხება. ხშირ შემთხვევაში საბანკო გარანტიის აღება ძვირადღირებული სიამოვნებაა. არის თუ არა ეს ერთგვარი ჩამნაცვლებელი ან რაღაც ისეთი პროდუქტი, რომელიც რაღაც ნაწილობრივ, აი ის ხალხი, რომელიც საბანკო გარანტია უნდათ, მაგრამ იძვირებოდა, ესე უფრო იაფით დაუждდება და ამასთან შედარებით ეს საბანკო კონკურენტი გამოდის, აი და უფრო სხვა ნაწილს დაფარავს, აი ეს კითხვაა. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. რა თქმა უნდა, გაჩნდება მეტი კონკურენცია. რა თქმა უნდა, დღეს ამ ტიპის ფინანსურ საჭიროებას კომპანიები ძირითადად მხოლოდ საბანკო სესხით იკმაყოფილებენ. რაც ვფიქრობთ, უფრო ძვირია, იმიტომ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სესხი,
აღქმულია ეროვნული ბანკის მიერ როგორც ცეცხლი, რაც გულისხმობს შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნებს, შესაბამისი რეზერვირებას ბანკების მხრიდან და ასე შემდეგ. შესაბამისად, დიახ, ეს იქნება ალტერნატივა და იქნება მეტი კონკურენცია და ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, როგორც მისი ღირებულების თვალსაზრისით, ასევე მრავალფეროვნების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაიზრდება. მე ერთ კომენტარს გავაკეთებდი, მას ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რადგან ბიზნესის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ლიკვიდურობა ბიზნესში. ხო და აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ბიზნესში ლიკვიდურობას, რაც განვითარებას თავის მხრივ შეუწყობს ხელს. ხო, და მე მაქვს ორი კითხვა მაქვს. ერთი აი თქვენ რას ფიქრობთ ბაზრის კაპიტალიზაციას მაგალითად რას ვლაველოდოთ? ეს არის კონკურენტი, ასე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია რომ კაპიტალის ბაზარზე კონკურენციას ამაღლებას ნიშნავს და რა დაახლოებით რას ფიქრობთ რამდენზე ავალთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში? ეს ერთი კითხვა და მეორე კიდევ საგადასახადო სისტემის ნაწილში ხო როგორც ვიხდი ეროვნული ბანკი დაარეგულირებს ამ ფაქტორინგს და ესტონური მოდელი ამ კომპანიებზე გავრცელდება თუ როგორც საბანკო სისტემაშია იგივე დაბეგვრის მექანიზმი იქნება. რაც შეეხება მოსალოდნელ შემოსავლებს, ზოგადად გლობალურად ეს პროდუქტი ძალიან განვითარებულია და ჩვენ საკმაოდ ახლობით 6 თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობთ გლობალური ქსელია ფაქტორინგული კომპანიების და საკმაოდ ისეთი ძლიერი გლობალურად? ხო, საქართველოში დაახლოებით მომავალი 4 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდი ლარის ბაზარს თავისუფლად ველოდებით. თურქეთში მაგალითად დაახლოებით აი რაც ბატონმა თქვა 20-25% არის ეკონომიკის უზარმაზარი GDP-ის 25%. დიახ. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ აი მოკლევადიანი სესხები რო აქვს კომპანიებს, ხო, მნიშვნელოვნად შეუმცირდება. აი მაგალითად 6 თვიანი სესხები და 1 წლამდე რაცაა სესხები, ეს შეიძლება განახევრდეს. და ბიზნეს ის მოკლევადიანი სესხები ძალიან ძვირი უჯდება იმას რო ქვია ბიზნეს და შესაბამისად ეს გადახდილი პროცენტი რომელიც ისინი იხდიდნენ ეკონომიკაში წავა ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ამ მიმართულებით. ამ პერიოდის განმავლობაში კანონპროექტის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ ასევე გლობალურ აგრეთ წოდებულ communities და საკმაოდ დიდი დაინტერესება არის რომ მათ შორის ინვესტიციები განხორციელდეს საქართველოში ფაქტორინგული კომპანიების მიმართულებით და პლატფორმის მიმართულებითაც საკმაოდ დიდი ინტერესია მათ შორის თურქეთში რომელიც ძალიან დიდი ბაზარია და სხვა ქვეყნებიდანაც ამიტომ როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის ასევე ამ ფინანსური სექტორის განვითარების ახალი მოთამაშეები გვეყოლება აუცილებლად დარწმუნებულები. საგადასახადო ნაწილში ის ინსტიტუტები, რომლებსაც უკვე უფლება აქვს კონკრეტულად ამის კეთების და ეს ბანკები არიან, იმათ ცალსახად არ შეეხება, თუმცა თუ ფაქტორინგული კომპანია დამოუკიდებელი არის, ის ესტონური მოდელი ის გზით წავა. იმას ნიშნავს, რომ მათ უპირატესობა ექნებათ ბანკებთან. კი ბატონო, და შესაძლოა უფრო იაფი იქნება და ძალიან კარგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბანკებიც ალბათ ფიქრობთ, რომ ბანკებიც უფრო ახალისდებიან, რომ ალბათ ფაქტორინგულ კომპანიებს დააფუძნებენ ამ ოპერაციების გასაკეთებლად, მათთვისაც უფრო საინტერესო უნდა გახდეს წესი. ბანკების მხრიდან, ანუ სესხად აღარ დაკვალიფიცირდება და ურჩევნიათ, ამიტომ ესე გააკეთო. კითხვა მაქვს. ანუ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინტერესებს შესყიდვების შესახებ სახელმწიფო კანონი. როგორც ვიცი, ითხოვს საბანკო გარანტიას ნებისმიერ შესყიდვა რო ხდება, გინდა თუ არა აუცილებელია საბანკო გარანტია იყოს. რის შემდეგ და ამის გამო ბევრი კომპანია თავს იკავებს ხოლმე და ბაზარზე ცოტა კომპანია რჩება ხოლმე. ეს თუ გამოიწვევს, თუ იქნება ალტერნატივა, ანუ იმ კანონშიც თუ შევა ცვლილება, რახან ჩვენ ვიძახით, რომ ეს საბანკო გარანტიის უფრო იაფი ალტერნატივაა, მაშინ შესყიდვებთა შესახებ სახელმწიფო კანონში თუ იქნება ესეც გათვალისწინებული, რომ როდესაც სახელმწიფო გამოაცხადებს რაღაც შესყიდვას, იქაც აი საბანკო გარანტია და ან აი ეს საბანკო გარანტიის ალტერნატივად ფაქტორინგი არ გამოდგება ნამდვილად, გარანტია უფრო იმ ვალდებულების შესრულების
გარანტია, რომელიც აღებული აქვს სერვისის ან პროდუქტის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვებთან ნაწილში ფიქრობთ, რომ ანალოგიურად გავრცელდება ფაქტორინგულ ნაწილში, ანუ კომპანიას, რომელსაც სახელმწიფოსთვისაა გასაწევი მომსახურება და ამაში თანხა უნდა მიიღოს გარკვეული დაყოვნებით კონტრაქტის საფუძველზე, ასეთი დებიტორული დავალიანების გაყიდვასაც შეძლებს, რა თქმა უნდა. გარანტიას არ ჩაანაცვლებს. კარგით, კოლეგებო, ჩვენ ტექნიკური სახით შენიშვნები გვაქვს და მეორე მოსმენისთვის წერილობით სახით გამოგიგზავნეთ, ძირითადად ამოქმედების ვადებს ეხება ესა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ძალიან ხელშეუწყობს ბიზნესს, ბიზნესში გააჩენს დამატებით ლიკვიდურობას, რაც თავის მხრივ აიხსახება ჩვენი ეკონომიკის უფრო სწრაფ დასში და ჩვენ მივესალმებით, ხარს გიჭერთ, გთხოვთ პირველ მოსმენით აღნიშნულ. დიდი მადლობა. დღევანდელი კომიტეტის ცნობა ამით დასრულებულია. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო რექტორ.